სახელითა მამისათა და ძისათა და სულისა წმინდისათა. ამინ. ჩვენთან არის ღმერთი. დიდება და მადლობა ღმერთს დღევანდელი წირვისათვის. შეგვეციოს დღევანდელი წმინდანების მეოხება და შეგვეციოს დღევანდელი წირვის მადლობა. ღმერთმა მოგვანიჭოს ძალა, რომ ზოგჯერ ადამიანი რაღაცნაირად მოეშვება ხოლმე, ესე იგი, სულიერ ცხოვრებაში. განელდება ხოლმე, ნელთბილი ხდება. ეს ძალიან საშინელი მდგომარეობა, ძალიან საშიში მდგომარეობაა ნელთბილობა. გონხურვალე რო აღარ არის, რაღაცა რო აკლდება. რა დროს შეიძლება რომ ნელთბილი გახდეს ადამიანი, რომელიც ჯერ გონხურვალე ყოფილა ერთ დროს. ახლა ფაფს რო დადგავთ რაღაცით სავსეს ცეცხლზე, თუ ცეცხლი მუდამ ანთია, ის ხურვალებას ინარჩუნებს. აუცილებელი არ არის ძალიან მაღალი ცეცხლი იყოს. რო ადუღდება, პატარათიც რო ანთია ცეცხლი, ხო დუღის ინარჩუნებს. ანუ ამით ის თქმა მინდა, რომ შეიძლება რაღაცა ბევრს ვერ ლოცულობს ადამიანი, რაც მკაცრად არ მახულობს და რაღაცა ბევრ სულიერ საკითხავს ვერ კითხულობს, მაგრამ აი ზოგჯერ რო ადამიანი სულ გაუშვებს ყველაფერს ხელს, უკვე ნიშნავს, რომ ჩაქრა და უკვე ნელა განელებისკენ მიდის. ცოტა მაინც უნდა აკეთოს. წმინდა პაისი ათონელი ასეთ რაღაცას ამბობს, რომ დაუშვათ ადამიანი ბრძოლის ველზეა და ხო ჩვენც მართლა სულიერი ბრძოლის ველი გვაქვს და სანგარში არის ჩამალული და უკვე აღარ ძალა აქვს რომ ამოვიდეს, შეიძლება დაჭრილიც არის, ბრძოლის ძალა არ აქვს, მაგრამ ის სანგრიდან პერიოდულად მაინც ისწრის ხოლმე. ნუ შეატყობინოს, რომ აქ ვიღაც არის და ეგრე ადვილად ვერ მივა ის მოსაკლავად თუ დასაპყრობად. ჩვენ შემთხვევაში წესია, რომ იმ სისტემატურობას ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს. შეიძლება ცოტა გააკეთო, მაგრამ როგორც იტყვიან, წყალმა რო წვეთაო, ხა გახვრიტავ. ფოტოშორის ერთი ადამიანი იყო იურისტი. ათონის მთაზე მივიდა წმინდა ეფრემ კატუნაკელის დიდი წმინდანი იყო. საერთოდ ათონის მთაზე კატუნაკებს ეძახიან, სადაც უფრო ძნელად მისასვლელი ადგილია და უფრო მეტად აი სამოღვაწეო ადგილად ითვლება ეს ადგილი და იქ მოღვაწეობდა წმინდა ეფრემი, დიდი წმინდანია ბოლო დროის ფოტოშორის და მასთან მივიდა ერთ-ერთი იურისტი თესალონიკიდან, საბერძნეთიდან და ესე საბერძნეთს ეკუთვნის ათონისთან და ეუბნება, რომ აი საუბრობენ, რომ ლოცვის დრო არ მაქვს რაღაცა მიზეზები, როგორც არის ხოლმე ახლა ჩვენ შემთხვევაში დრო არ გვაქვს, სამთელობა არ გვაქვს, ვერ ვაკეთებთ. ადგა წმინდა ეფრემი, ანამარტო სიტყვით უთხრა, საქმითაც აჩვენა, აი რა უნდა გაიგო. ადგა, მივიდა ონკანთან და მოუშვა და პირი დაიბანა. თან ამბობს, უფალო იესო ქრისტე, ძეუღვთისაო, შენი წყალობა. და ეს თან ლოცულობს, თან პირი დაიბანა, გაიმშრალა, თან ლოცულობს. ეს რო გააკეთო, შეგიძლიაო? იო, შემიძლია. და ახლა დრო ხო გააქვს, ესე გააკეთე. ის კი არა, რომ მაინც და მაინც, ახლა ამით იმის თქმა კი არ მინდა, რომ ადამიანმა თავისი დილის ლოცვა გადადოს და მარტო ის, მაგრამ ლოცვა არის მდგომარეობა. ლოცვა არ არის, ესე იგი, მოქმედება. ლოცვა არის მდგომარეობა, როდესაც ჩვენ განვიცით, რომ ღვთის წინაშე ვდგევართ. და სხვათა შორის იმ იურისტმა ესე ნელ-ნელაობით დაიწყო და ბოლოს მიატოვა თავისი საქმიანობა და ათონის მთაზე მონაზონი გახდა. რაც აღიკვეცა. და რატო ამბობ, რომ არ შეიძლება, რომ ქრისტიანი გამოვიდეს სახლიდან სრულიად ულოცელი. არ შეიძლება, რომ აი სუფრასისა მიუძდეს, რომ თუ არ ილოცებს, ჯვარი მაინც არ გადასახოს, გულში მაინც არ თქვას, რო ადგება სუფრიდან, მადლობა არ უთხრას ღმერთს. რაღაც საქმეს რო იწყებს, თუ რაღაცა პატარა ლოცვას წარმოთქვას, ის მაინც თქვას, რომ უფალო, შენ მაგურთხე, შემეწიე, რომ ეს დავიწყო და გავაკეთო. ძალიან მნიშვნელოვანია ესეთი
დამოკიდებულება უფალთან, რომ შენ სულ ყოველთვის გძნობდე, რომ უფალი გიყურებს და ყველა საქმე თუ ყველა სიხარული წარმატება თუ წარუმატებლობა, ტკივილი თუ რაც არის, ყველაფერი მასთან მიიტანო, ყველაფერი მასთან ერთად გინდოდეს. აი, სიხარული გაქვს, მადლობა უფალო. ხარება გაქვს უფალო, შენ შემეწი მომათმენი, გადამატანი, ვიღაცას იცი რაღაცა უწევს. და იმისთვის ილოცე და ისე უცნობდე, რომ ის მამაა და შენ შვილი ხარ. და თან ისეთი მამა, რომელსაც ყველაფერი შეუძლია. და თუ შვილი იმას ყურს ითხოვსო, მამა ქვას არ მისცემს. თუ შვილი თევზს ითხოვს, მამა მორიელს არ მისცემს. ჩვენ არ გავაკეთებთ ამას ადამიანები და როგორ მერტი როგორ გააკეთებთ. ამიტომაც ძალიან მნიშვნელოვანია ეს დამოკიდებულება რომ გქონდეს. და თუნდაც დაუშვათ ახლა აი მარხვასთან დაკავშირებით. ჩვენ არ შეიძლება რომ თვითნებურად ესე იგი დავიწყოთ მარხვის გატეხვა რაღაცა. იქაც ღმერთთან შეთანხმებით, აი იქაც როცა კურთხევით რომ აკეთებ, ეგ სხვა რამე. ერთ-ერთი ბერი გამოდიოდა რაღაცა აზრი აწუხებდა მოკლედ და შუაღამე მოძღვარი შორს არის კელიაში. გამოდის, კეტავს ამ თავის სენაკის კარებს და მიდის მოძღვარს უნდა შეეკითხოს. და აზრი ეუბნება, რომ შენ ხო იცი რომ ახლა მოძღვართან რომ მიხვალო, აი ამას და ამას გეტყვის. ხო გილაპარაკია ამ თემაზე, ხო ასეთი რაღაც. ო, მაგრამ ეს ჩემი აზრები იქნება, დავწები და ესე ამას დავიჯერებ, მაგრამ მივალ და ის მეტყვის. კურთხევა იქნება, იქ მადლი იქნება. და რატო ამბობ, აი დაუშვათ ჯანმრთელობა გაგვიუარესდა ახლა. ადამიანები ვართ, ბუნებრივია, ხდება ყველაფერი. უნდა იკითხო, იქაც აიღო როცა კურთხევა. აი ასე და ასე ვარ. და მარხვა იმისთვის კი არა, რომ ადამიანი მოკლას. პირიქით ადამიანი რომ გამოაჯანმრთელოს, ულერათას და ხორციელათას. სნეული ადამიანი თავის შესაბამის მარხვას დაიცავს, როგორიც შეეფერება. მაგალითად, ახლა ფეხბურთელი ადამიანი არ იცავს მარხვას, ხო არ მოეთხოვება მას მარხვა. იმიტომ კი არა, რომ მისი კომფორტის გამო კი არა. არამედ მას ისედაც ამხელა დატვირთვა აქვს, მის სხეულს ამხელა დატვირთვა აქვს, მის ნაყოფს ბავშვს აგვარად ჭირდება, ესე იგი, თუ ჩვენ ხო არა ვართ იმაზეც ხო მეფიქრობ. მაგრამ ეგ არ ნიშნავს იმას, რომ ის მარხვას არ ღვევს. ეგ არ ნიშნავს, ისიც მარხულობს. მარხვა მარტო ის არ არის, რომ რაღაცა ხორცზე არ წამოდა რაღაც. ის ყოველგვარად არის თავშეკავებული. მაგრამ ისიც ლოცულობს, ახარებას კითხულობს. ასე შემდეგ, ისე რომ აი, რასაც ლოცვა კურთხევით ჩვენი ძალების შესაბამისად გავაკეთებთ, ეგ ბევრი იქნება თუ ცოტა იქნება, მაგას არ აქვს მნიშვნელობა. თავად შენ ძალების შესაბამისად აკეთებ. ვიღაცა შეუძლია ფეხზე იდგეს და ისე ილოცოს. ვიღაცა შეუძლია იჯდეს და ისე ილოცოს. ვიღაცა რომ წევს და ისე ლოცულობს, შეიძლება უფრო მეტია, ვიდრე ფეხზე მდგომარე რომ ლოცულობს. გარკვეულ შემთხვევებში. და ესე რომ ჩვენ არ გავიგებთ კონკრეტულ ადამიანს, ვის როგორ მოეკითხება ღვთისგან, ხო და ვის რას ჩაუთulis ღმერთი. ჩვენ თავს ჩაუთulit ხოლმე რომ აჰა ესე ხო გავაკეთეთ, მაგრამ მთავარია რომ ერთი ვის ჩაუთulis, ღმერთს ვისი მოეწონება. თუმცა აი რასაც ვძნობ რომ რაღაცას აკლებ, ზოგია შენით არ დააკლებ. ზოგია იქაც დალოცა მიიღო, ლოცა კურთხევა და ისე გააკეთა. შენი გულის დამშვიდებული იქნება და ყველაფერი მოწესრიგებულად იქნება. გამოცხადების წიგნში წერია, რომ არც თბილი ხარო, არც ცხელი ხარო და არც ცივი. ნელთბილი ხარ და ამოგაგდებო ჩემი პირიდან. ღმერთი რო წარმოედგინეთ, ღმერთი რო ადამიანს ამას ეუბნება. როგორც საშინელი მოსასმენია რა. და ნელთბილობა ძალიან ცუდი რამე. უნდა მანდიც ამბობენ, ურწმუნო ადამიანის მოყვანა უფრო იოლია ტაძარში, ვიდრე ადამიანი ერთ დროს რო გომხურვალე იყო, რო განელდა და იმის მოქცევა ხელახლა უფრო რთულია ეს რამის ამბობ. ამიტომ აი
ჩვენ ვეცადეთ, რომ როგორც ისევ გამოცხადების წიგნი ამბობს, რაც გაქვსო, ის შეინარჩუნო გეუბნები. რასაც მოღვაწეობდი, წყალებში მოღვაწეობა რა არის, ახლა ჩვენი საერო ცხოვრებაში განაღვაწება არაფერი, მაგრამ რასაც აკეთებდი, ის მაინც შეინარჩუნო. იმას არ მოვაკლო, თუ არ მეუმატებ, არ მოვაკლო. და იქ უნდა იყო მტკიცე ესე რაღაც რა. ახლა არც ის არ შეიძლება, რომ ადამიანი კანონის მონა იყოს. 1000 ერთხელ ხა შეიძლება კიდევაც ჩავარდეს ის რაღაცა და ფარისეველით არ უნდა იყო ადამიანი, რომ აი რახან წაიკითხე, ყველაფერი რიგზეა და კარგად არის. ამ შეიძლება ვერ წაიკითხა, მაგრამ ის უფრო კარგად არის. მაგრამ ვერ იტყვი ეგრე, რომ აჰა, ახან ულოცველობა და მარხვის დარღვევაც შეიძლება, მოდი ავდგებით და ჩვენ დავაკვირდეთ. შეგიძლია უნდა გააკეთო. მე შეგვეციოს, აბა. მართლა დალოცილი და გახარებულები გამყოფ.